დღეს ბაქოში ანტრეს მეათე კაფე ბაკიხანოვის პროსპექტზე გაიხსნა, როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, აზერბაიჯანში ქსელის განვითარებისთვის 300,000 ევროს ინვესტიცია განახორციელეს და დამატებით 7 ადამიანი დაასაქმეს. დღეისათვის ბაქოში ანტრეს 157 თანამშრომელი ჰყავს. ანტრეს თანადამფუძნებელი ჟან-მიშელ შარლი აღნიშნავს, რომ ქსელის გაფართოება მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. არტიზანული საცხობი და კაფეს ქართული ბრენდი აზერბაიჯანში და დიდი ბრიტანეთის შემდეგ შტატებში შესვლასაც გეგმავს. ცნობისთვის რესტორნების ქართულმა ბრენდმა ანტრემ საერთაშორისო გაფართოება დიდი ბრიტანეთის ბაზრით 2021 წელს დაიწყო. მას შემდეგ ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში ვითარდება. დღეისათვის ანტრეს 3 ქვეყანაში 30 ფილიალს მართავს. თბილისში 16, ბაქოში 10, ხოლო ლონდონში 4 ობიექტია წარმოდგენილი. საქართველოს შემოყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ია ბაგარის ინფორმაციით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილმა საქართველოში ვიზიტი გადადო ან საერთოდ გააუქმა. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემა წერტილში განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა იყო. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია შსს, რომელსაც ეყრდნობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ოფიციალურ სტატისტიკას მხოლოდ კვარტალში ერთხელ ასაჯაროებს, ნაცვლად ყოველთვე გამოქვეყნებების. ამიტომ ჯერჯერობით ცნობია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, როგორ აისახა მარტში ტურისტული ნაკადების სტატისტიკაზე. როგორც იათაბაგარმა აღნიშნა, ვიზიტორთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბიზნესს სრულყოფილი ანალიზის საშუალებას არ აძლევს, რაც საჭიროა მათ შორის მოკლებადიანი მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად. თბილისთან ახლოს ქართულ-გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარე რესტორანის სადგური მომსახურების არეალს აფართოებს და 2026 წლიდან ქორწილების სრულ ორგანიზებას იწყებს. ამის შესახებ BMG-ის სადგურის თანადამფუძნებელმა რუსუდან ბარათაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქამდე ობიექტი კერძო ღონისძიებებს და ქორწილებს არ მასპინძლობდა, თუმცა გააზრდილი მოთხოვნისა და ინტერესის ფონზე ამ მიმართულების დამატება გადაწყვეტეს. მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია 2 ქორწილი, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში გაიმართება. რესტორანში აღნიშნავენ, რომ პარალელურად აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების მიმართულების განვითარებაზეც. 2026 წელს სადგური კვლავ ოქროსფერი ფესტივალის ჩატარებას გეგმავს, რომელიც წელს უფრო მასშტაბური იქნება. მისი თქმით, ახალი სერვისებისა და ღონისძიებების გაფართოებით სადგური მიზნად ისახავს სტუმრებს თბილისთან ახლოს მრავალფუნქციური დასვენებისა და ღონისძიებების სივრცე შესთავაზოს. საქართველოში საწვავის ფასების რეკორდული მატება ლოგისტიკურ და საკურიერო სექტორს კრიზისულ მდგომარეობაში აყენებს. როგორც კომპანია Deliveroo-ს დირექტორი ვაჟა ჩახუნაშვილი BMG-სთან აცხადებს, სექტორი ამჟამად გადარჩენის რეჟიმშია და თუ საწვავის გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა, მომსახურების ტარიფების ზრდა გარდაუვალი იქნება. ჩახუნაშვილის განმარტებით, კომპანიები ამ დრომდე მაქსიმალურად ცდილობენ ფასების შენარჩუნებას, თუმცა რესურსები ამოწურვის ზღვარზეა. მისივე თქმით, კომპანიები ამჟამად პიკზე იმყოფებიან და ბაზარზე არსებული ტარიფების შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. 1 აპრილიდან საქართველოში კომპანიების ნაწილმა ადგილობრივი საკურიერო მომსახურების ტარიფები გაზარდა. საწვავის ფასების ზრდის გამო დარგის წარმომადგენლება საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი საშუალოდ 10%-ით გაზარდეს.